მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ლალიანთიცის საკვირაო სკოლაში. ეს არის პოდკასტი ლალისთან ყავაზე და დღეს ჩემი სტუმარია მაგდა ვაშახმაძე, რომელიც არის ცოდნის კარიბჭის, ბაღის სტუდია ცოდნის კარიბჭის მენეჯერი და მაგდასთან ერთად მინდა ვისაუბრო იმ გამოწვევებზე, რასაც მათი მოსწავლეები, მათი კურსდამთავრებულებად ითვლებიან, ხო, აღსაზრდელი ყველა, მაგრამ აი ფინალში რო არიან უკვე სკოლისთვის რო ემზადებიან. მაგრამ აი ამ ადამიანების წინაშე რა გამოწვევებია, როგორ ამზადებენ მათ სასკოლოდ და რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა, ბავშვმა და აი დაწესებულებამ, სტუდიამ, ბაღმა, რომელიც ამზადებს ბავშვებს სასკოლოდ, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული, სტრესული და არც თუ ისე მარტივი პროცესია ბავშვისთვის. აი ეს ბაღის, ოჯახის რაღაცა აი ამ სივრციდან რაღაც ღია სივრცეში გადის სკოლა, მაინც ბავშვისთვის ყოველთვის ახალი გამოწვევა და დღეს გვექნება ამ თემაზე საუბარი. ძალიან დიდი მადლობა მაგდა, რომ მოიცალე, მოხვედი. რომ ამ თემაზე საუბარი არ არის მარტივი, იმიტომ რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ყველა მოთხოვნა მშობლისა მაინც რაღაცა ყოველთვის არის სპეციფიკური და თქვენ რაღაცა ძალიან ბევრი რამე უნდა მოახერხოთ, რომ აი ცალკე მშობლის ინტერესების დაკმაყოფილება, ცალკე არის ბავშვის ინტერესების გატარება და იმ სკოლის ინტერესებისაც, სადაც ეს ბავშვი მიდის. მოკლედ არ ხართ იოლ საქმეში, ეს ჩემთვის ცნობილი ამბავია. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მართლა საინტერესო თემაა, რაზეც ახლა ვისაუბრებთ. და კი, ნამდვილად ვერ ვიტყვი ახლა ეს რთულია, თუმცა დიდი პასუხისმგებლობაა. იმიტომ რომ ბაღი მაინც არის ის ადგილი, აი აქედან ჯერ პირველი სოციალიზაცია მაინც ბავშვის და შემდეგ უკვე რაღაცა პირველი ისეთი სერიოზული ნაბიჯი ბაღის მერე თან რაღაც დამოუკიდებლად რაღაცები უნდა გააკეთოს ბავშვმა. ნუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოკლედ ბაღს და განსაკუთრებით წინა სასკოლო ჯგუფს. მინდა გავამახვილო ამაზე ყურადღება. იმიტომ რომ ჩვენ გვაკისრია ისეთი რაღაც, რომ აი ბავშვები ემოციურად იყვნენ მზად სკოლისთვის. ნუ არა მარტო ემოციურად, მენტალურადაც, იმიტომ რომ დღეს ბავშვი როცა პირველ კლასში მიდის, სკოლა მოითხოვს იმას, რომ აი რაღაც დონეზე ბავშვი უნდა იყოს უნარები უნდა ქონდეს, ანუ სოციალური უნარები უნდა ქონდეს. აუცილებლად და გარდა მოსმენის, ინსტრუქციის, გაგების უნდა შეეძლოს რაღაც დონეზე თავისი ემოციის კონტროლი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ნუ ეხლა რა თქმა უნდა, პირველი კლასის მასალა არ უნდა იცოდეს ბავშვმა, როცა სკოლაში მიდის, მაგრამ წერა და კითხვა არ უნდა იცოდეს. არა, რა თქმა უნდა, არ უნდა იცოდეს, რომ რაღაც შემდეგისთვის, სიახლეებისთვის იყოს მზად. მაგრამ ემოციურად ამისთვის უნდა იყოს მზად და ჩვენ ვეხმარებით ამაში, რა თქმა უნდა, მშობელთან ერთად, იმიტომ რომ მშობლის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რაც არ უნდა ეცადო დღის განმავლობაში, როცა ბავშვი შენთან არის ბაღში, რაც არ უნდა ეცადო, აი ეს ემოციური დატვირთვა მშობლისგანაც უნდა იყოს, მოკლედ სახლშიც უნდა ხდებოდეს მსგავსი რაღაცები. მე ხარ რაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. აი წინა სასკოლო ჯგუფი, როდესაც ემზადება მოკლედ პირველი კლასის და ჩვენ ეხა ზუსტად ეხა უკვე რაღაც მივდივართ უკვე იმისკენ რომ საზაფხულო არდადეგები ეწყებათ და მერე უკვე სექტემბერიც და პირველკლასელები ხდებიან, ხო? ჩვენ აი სექტემბრიდან მოყოლებული უკვე ბავშვებს ვამზადებთ რისთვის? ის რომ ემოციურად იყოს მზად ერთი და აი ვიზუალიზაცია თუნდაც ანბანის. აი ის კი არ ეხა ანბანი ძალიან არა, ეს აუცილებელია. ხო, მაგრამ ვიზუალურად ასობგერა ცნობს, იქ რაღაც მარცვლებს ზეპირსიტყვიერად ამაზე ვმუშაობთ. გვაქვს მეტყველების გაკვეთილებიც, ენის გასატეხების თუნდაც სწავლა. ნუ მოკლედ ვამუშავებთ მეტყველებასაც, ამ ანბანის ვიზუალურად აღთქმასაც, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ის რომ ბავშვი სკოლაში წავა და ეს რა ვნახე, მსგავსი არ დაემართოს, იმიტომ რომ სკოლა დღეს მაინც ითხოვს ისეთი პროგრამაა, რომ რაღაც დონეზე ბავშვი უნდა იყოს მომზადებული აუცილებლად, რომ
არ გაუჭირდეს. ხშირ შემთხვევაში ისე არიან, რომ ზოგმარავი წერა-კითხვაც იცის, თუმცა ალბათ არა, ზოგი ბავშვი არის წერა-კითხვა 4 წლის ამიცის. ახლა მაგას ეს თავარი არის, რომ ინსტიტუციურად არ იყოს მოთხოვნა ამისი, რომ აი მაგამაის ბავშვი წერა და კითხვა ისწავლეთ, თორე ახლა მოცარტი 5 წლის ასაკში ნაწარმოებებს ქმნიდა, ხო ყველანაირი ადამიანი არსებობს, ხო? აქ ჩვენ საუბრობთ არა რაღაც გამონაკლისს და იშვიათ შემთხვევებში, არამედ სტანდარტებზე და იმ მიდგომაზე, რაც უბრალოდ სოციუმში არის და რასაც ჩვენ სკოლა, საბავშვო ბაღი და ეს სტუდია გვავალებს, ხო? ანუ იმ თქვენი მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, რაც თქვენ გაქვთ მიზნად, თორე იქ რო უნიკალურ ბავშვს წააწყდებით, იმასთან ბუნებრივია რომ სხვანაირად იმუშავებთ. რა თქმა უნდა, კი, ამიტომ ზუსტად მნიშვნელოვანია აი ამ უნარების გამომუშავება ბაღში, რომ ემოციურად მერე უკვე რაღაც არ გაუჭირდეს და უფრო თამამი იყოს, მოკლედ როცა პირველ კლასში წავა და რაღაც აი სიხარულით მივიდეს და არა ვაიმე აი ეს რაღაცები რო არ ყოს, აი სად მოხდეს, შიში რო არ კონდეს და იყოს უფრო მზად. კი, მაგრამ სიხარულით რომ მივიდეს, მაგისი არ გეშინიათ იქ. მის სიხარულს რა დაემართება. რაღაც აი მე იცით მე იმედი მაქვს, რომ ისეთ პირველ კლასში მოხდებიან ჩვენი ცოდნის კარიბჭერები, რომ აი რა არის იცით, ეგ არის ერთ-ერთი გამოწვევა სკოლის ასაკის, რომ ისე კი ჩვენ ხა მოგვიწევს რომ პუნქტებად დავალაგოთ და ერთ-ერთი პუნქტი ახლა ერთი არის რომ რაზეც თქვენ ისაუბრეთ უკვე ეს არის ფსიქოემოციური მომზადება ბავშვის, ანუ ხო ემოციების მართვა, ემოციების კონტროლი, ეთიკა, ადეკვატური ქცევები, ხო, სოციუმთან საზოგადოებასთან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სოციალიზაცია, ანუ როგორ სტრატეგიები ურთიერთობების, აი რა არის პოზიციონირება სახნეს, მისი პიროვნების რომელი ნაწილის წარმოჩინება უნდა, მისი სწავლება, ხო, როგორ უნდა მოახერხოს აი ამ თავისი შესაძლებლობების წარმოჩენა და სხვა ადამიანებამდე მიტანა, ხო, ესეც არ არის მარტივი ამბავი, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რაც არის, ჩემი აზრით, ეს არის მოლოდინები, არასწორი მოლოდინების შექმნა ბავშვებისთვის და აი ეგ არის, ძალიან ხშირად ვფიქრობ მაგაზე, ხო, რომ აი რა მოლოდინებით უნდა მივიდეს ბავშვი საბავშვო ბაღიდან სკოლაში, იმიტომ რომ ზოგჯერ რაღაცა ისეთი სამოთხისებური მას უხატავენ ამ სკოლაში, წასვლით რაღაცა გონიათ რა ბავშვებს, რომ რაღაცა მივალ და რაღაცა ოცნებები მოხდება რაღაცა და ხდებიან ჩვეულებრივ რუტინულ გარემოში. ხო, აი ეს ამბავი არის კიდე ძალიან მე მგონია რომ ანუ ინფორმაციულად სწორად მიწოდება რა შეიძლება რომ ელოდეს მას სკოლაში ანუ ეს თან ბაღი უფრო არაფორმალური გარემოა ხო ბაღში უფრო ახლოს არის ოჯახურ განწყობასთან იქ მისი ტოლები არიან თამაშობენ ერთობიან რაღაცა და ის უკვე რეჟიმული სწავლება რაც არის სკოლაში ამისთვის მზაობას აი ამას როგორ ახდეთ იმიტომ რომ ძალიან ისეთია რა თანისპირზე სიარული არც ისე არ უნდა იყოს რომ შეაშინო ბავშვი და სკოლაში არ მოვიდეს წასვლა და თან რეალისტურად უნდა იყოს და თან აი ეს რაღაც ფანტაზიებსაც არ უნდა მისცე გასაქანი ხო რომ რაღაც ბავშვმა არ წარმოიდგინოს რომ რაღაცა სხვა რამე ხდება ახსენეთ რომ სკოლაში მაინც უფრო რუტინული გარემოა ხო რაღაც ისეთი თუმცა მოდი ასე ვთქვათ, უფრო მეტია რუტინული სამუშაო, თორე ხო? ბაღიც რაღაც დონეზე ესეა, აი რაღაც რეჟიმში არის ბავშვი ბაღშიც, ხო? თუნდაც ის როდილი დგება, რაღაც წესრიგდება, მოდის, აქ ჩვენთან ახლა ძალიან ბევრი განმავითარებელი რაღაც ტარდება და ეს არ არის ქაოსურად, ყველაფერს აქვს თავისი დრო და აქედან გამომდინარე აი წინა სასკოლო ჯგუფზე რადგან ვამახვილებთ ახლა ყურადღებას იციან ბავშვებმა რომ აი ეხლა რაღაც დრო ეთმობა აი ამ სიტყვაზე უნარების გამომუშავებას ეხლა რაღაც ანუ დღის წესრიგი დღის განრიგი არის და ეს ბავშვებმა იციან აქედან გამომდინარე ვფიქრობ რომ ზოგადად ახლა ყველა ბავშვი ინდივიდუალურად და ვიღაცა მეტნაკლებად რა ვიღაცა უფრო მარტივად ეგუებას იახლებს ვიღაცა უფრო რთულად მაგრამ მე მაინც მგონია რომ რა ვიცი პირველ კლასში რომ ბავშვი მიდის მნიშვნელოვანია ის რომ არ დავუხატოთ რაღაცა აი ეს სკოლა მაინც ისეთად რომ აი ძალიან კი პასუხისმგებლობაა მაგრამ მაგას ეჩვევა უკვე ბავშვი ბაღში იმიტომ რომ რაღაც საპასუხისმგებლობები ხო ამას აქშიც არის ბავშვისთვის ბაღში თუნდაც მეგობრებთან ურთიერთობა იქ აღზრდელთან ურთიერთობა
თან ჩვენთან ეხა ეს რომ გვაქვს დამატებითი რაღაც ისეთი აქტივობები და გაკვეთილებს დავარქმევ თუნდაც ის ცეკვა, ჭადრაკი, უცხოენა, აქ უკვე შემოდიან აღმზრდელი არ აკეთებს ამ ყველაფერს, შემოდის დამატებითი პედაგოგი და აქედან გამომდინარე აქვთ ბავშვებს ურთიერთობა უფრო აი სხვებთანაც და რაღაცა პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ. ამიტომ მე მგონია რომ მაინც სკოლაშიც არ მგონია რომ რაღაც ისე გაუჭირდეს, აი როცა ბავშვი წინასასკოლო მზაობას ბაღში გადის, არ მგონია რომ აი ძალიან გაუჭირდეს მოკლედ შეგუება იმ გარემოსთან, რაც დახვდება, თუმცა ჩვენ გვაქვს ხოლმე საუბრები, აი უფროს ჯგუფთან, უფროსი ჯგუფის ბავშვებთან, იმასთან დაკავშირებით, რომ იქ ახალი მეგობრებია, შეიძლება რაღაც ისე ვერ მოხდეს, როგორც ჩვენ გინდა, რაღაცა პატარ-პატარა სირთულეები შეიძლება იყოს, ამაზე რა თქმა უნდა საუბარი არის, რომ უფრო ემოციურად, უფრო თავდაჯერებული მივიდეს მოკლედ პირველ კლასში. ისე მე მგონია, რომ საერთოდ წინასწარი განწყობები, ანუ ასეთ ვერბალურ დონეზე, როდესაც ასე საუბრობ, ხო, ბავშვთან იმას უკვე წარმოდგენები ერთვება, ხო? და თან ბავშვი ხო მხოლოდ აი ესეთი რაციონალურად სიტყვების და ცნებების მნიშვნელობას ასე პირდაპირ გაგებით, აი ესე ბუკვალურად როგორც ჩვენ ვლაპარაკობთ, ასე ხო არ იღებს, ხო, ის ამ ყველაფერს იგებს იმ ემოციური ხაზის გაგრძელებითაც, ანუ ემოციებს ძალიან კარგად იჭერენ და ხვდებიან, ხო, ამის ქვეშ რას გულისხმობ და ძალიან ხშირად შეიძლება ნათქვამიც არ ქონდეს რაღაცა ქვეტექსტური ბგერები იგრძნონ და გითხრან კიდეც, რომ აი შენ მე ეს მითხარ, შეიძლება ნათქვამი ვერბალური არ ქონდეს, მაგრამ აი მას გრძნობენ, ხო? ამიტომ მგონია, რომ ძალიან ესეთი ცოტა სახიფათო თემაა რა, ამათთან ამ თემაზე საუბარი. ხო არ ჯობს, რომ საერთოდ როგორ ფიქრობთ, საერთოდ რო არ ილაპარაკონ ამ იმაზე, რომ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის სკოლა, სადაც სწავლობენ წერას, კითხვას, ანგარიშს, არის მასწავლებელი, ბავშვები ზიან მერხთან, მართალი გითხრათ, მე ესეთი სკოლა, ჩემი ოცნების სკოლა ნამდვილად არ არის, მე ცოტა სხვანაირად მოვაწყობდი სკოლას, მაგრამ რაც არის ეგა გვაქვს და ბავშვებს კიდე არ გიდა ამ გარემოში უწევთ, ხო, ვისვლათ თან ყველაზე მეტად ის მაშფოთებს, რომ აი ეს 1000 და 2000 კაციანი სკოლები რო არის, ეს არის რაღაცა წარმოიდგენთ, რომ წარმოუდგენელია მე ამდენი ბავშვი, გარდატეხის ასაკი, ეს ჰორმონები, ეს რაღაცა თავმოყარეობა, ეს ეგოცენტრიზმი, ესენი და ეს ყველაფერი რომ 1000 და 2000 ბავშვი დოს, მე წარმოუდგენლად მიმარჩნია ამის მენეჯმენტი და მართვა, ვთვლი რომ რთული კი არა შეუძლებელია და მე ვთვლი რომ არ შეიძლება რა მომავლის სკოლები ამ ხელა ვერ იქნება ალბათ უნდა შემცირდეს ეს კონტინგენტი და რაღაცა სხვა გამოსავალი უნდა მოძებნოს კაცობრიობა მარტო ჩვენ კი არა ეგ საკმაოდ ისეთი რთული პრობლემაა ხო არ ჯობია რომ აი ამ წინასწარ თქმებს და რაღაცებს ექსკურსიებს ხო არ უწყობთ სკოლაში და ხო ჩვენ არა მარტო სკოლაში ბიბლიოთეკასაც ვაცნობთ ისედაც გვაქვს ხოლმე ხშირად აი გასვლითი ღონისძიებები და თან სკოლებანას თამაშიც გვაქვს ხოლმე და ამიტომ გამშვენიერი კი ხა ზუსტად იდენტურად ვერ თამაშობ და 40 წუთი ბავშვი არ ზის რა თქმა უნდა როგორც გაკვეთილზე სკოლაში მაგრამ მაინც რაღაცა უფრო გვაქვს აი სკოლასთან შეხებაც გვაქვს აი ესეთ აი რას აკეთებენ უბრალოდ ამას ვუყვებით ხოლმე და მოსწონთ მათ განსაკუთრებით ეს სკოლებანას თამაში კარგია იმიტომ რომ სკოლებანას თამაში არ ნიშნავს იმას რომ მათი აღმზრდელი მასწავლებლის როლში ანუ თვითონ ახერხებენ რაღაც ერთი შეიძლება იყოს მასწავლებელი იქ ვაწყობთ ვითომ ერხებთან სხედან რაღაცეები და ამიტომ შენურად ვართ ანუ ეს როლური თამაშები აქვს. ისე გქონიათ ასეთი შემთხვევა, რომ ბავშვისთვის მიუღებელი დარჩა ის გარემო, სადაც მოხდა, აი რაღაცა იქ მაინტერესებს ძალიან. რომ აი ბაღი სკოლა რო ვერ მიიღო ეგეთი მე მქონდა ჩემს სანაცნობო წლებში იყო რამდენიმე შემთხვევა და იმიტომ გეკითხებით თუ გქონდათ ეგეთი პრაქტიკა ჩვენგან წასული ბავშვი ჯერ მასეთი შემთხვევა არ ყოფილა რომ აი გაუჭირდა და რაღაც ვერ მიიღო აი ემოციურად მზად არ იყო
ძალიან განსხვავებული რაღაცები დახვდა არა. თან ისეთი მომენტია, ეხა იცით რომ სკოლაში ყოველთვის არის წინასწარი გასაუბრება და ძირითადად ტარდება ხოლმე გაზაფხულზე ეს ყველაფერი, უფრო აი აპრილი-მაისი და ეხა ზუსტად ის პერიოდია, როცა ჩვენგან ბავშვები მაგიტომაც მოგიწვიეთ. კი, აი ის პერიოდია, რომ ბავშვები მიდიან ხოლმე და თან დილით გვეუბნებიან, რომ აი მე დღეს ამ საათზე გასაუბრებაზე მივდივარ და მე ისე დავბრუნდები და ესეთ რაღაც აღფრთოვანებით ყვებიან მე რომ აი რა გააკეთეს იქ, როგორ გაიარამ, ჩაიარამ გასაუბრებამ სკოლაში და ანუ გარდა იმისა, რომ ჩვენთან რაღაც ინფორმაცია აქვს, უკვე იქ სავარაუდოდ ხა იქ მასწავლებელი ატარებს, ალბათ ან არ ვიცი სასწავლო ნაწილი, სხვადასხვა სკოლაში სხვადასხვანაირად არის გასაუბრებები მომავალ პირველ კლასელებთან. და აქვთ ხოლმე და ზუსტად იმ ეტაპზე ვართ ახლა რომ ბავშვები მიდიან ამ გასაუბრებებზე, მერე ბრუნდებიან, ზოგჯერ იმ დღესვე მოდიან და აი რაღაც ალბათ 1.5 საათი 40 წუთი 1 საათი ხო სკოლაში ახლა რაც აქვთ ეს გასაუბრება. გვიყვებიან მერე ამ ამბებს და მოსწონთ, რაც პირველი შეხება რაც არის, ანუ ბაღიდან გაცნობილი კი არა, პირველი მათი ესე ვთქვათ ოფიციალური შეხება სკოლასთან ამ გასაუბრების სახით მოსწონთ. ჯერ არ მქონია ისეთ შემთხვევა, იმედია რომ ეხა ვისაც ვუშვებთ, მაგათთანაც ყველაფერი კარგად იქნება და რაღაც არ გაუჭირდებათ. ისეთ უყავთ რაღაც ისეთი ანსაყვარელი მასწავლებელი, ანსაყვარელი სკოლა, რომ გაიგებთ რა იქ მიდის თქვენი კურსდამთავრებული თუ რაც არის თქვენი ახსოვსებელი რო გიხარიეთ. ბევრია მასეთი, ხა ვერ გამოვარჩევ კონკრეტულად, მაგრამ არა, ნუ რას გულისხმობ, ერთ სკოლას მართლა ვერ გამოვარჩევ, თუმცა მე მიხარია ხოლმე, როდესაც ჩვენი ერთი ჯგუფიდან, აი რამოდენიმე, მაინც ეხაც არიან წელსაც რამოდენიმე ხდება მე კლასელი და ძალიან კაია და თუ გასაუბრებაზეც ერთად მიდიან, აი ესეთ ბედნიერები ბრუნდებიან მე რა თქმა უნდა უადვილდებათ ანუ იმ კლასშიც იმ პირველ κλასში რომ ხედავს რა რაღაც თავის ბაღელია უკვე რაღაცა შინაურულობაც არის და უფრო თამამია მაგ დროს და უფრო რავი ერთმანეთი ეიმედებათ მოკლედ და უფრო მარტივია მაგ შემთხვევაში ეხაც არიან ჩვენთან მასეთი ბავშვები რომ ერთ კლასში მოუწევთ ყოფნა და ჩვენც რა თქმა უნდა გვიხარია რომ გავუმარტივდებათ და როცა ამ ბავშვებთან მუშაობთ და აი ამ რაც არის ამ წინასასკოლო მზაობაზე მუშაობთ, აი ძირითადად აი ყველაზე დიდ სირთულეს რაში ხედავთ, რომ აი რა უჭირთ ყველაზე მეტად, იმიტომ რომ უამრავი არ მითხრათ ახლა არ არის ბავშვები არის 90% დისლექსით, მე არ ვიცი ამდენი ჩემთან იყრის თავს თუ მართლაც ამდენი ბავშვს აქვს, აი ამას როგორ აუტიხართ? მართლაც ხო ანუ თქვენც გრძნობთ ხო ეს ბოლო ხანები უნდა კი და აი ზუსტად მაგიტო ვახსენე რომ მეტყველების ახლა გაკვეთილს ვერ დავარქმევ იმიტომ რომ ეს მაინც არის ბაღი თუმცა წინა სასკოლო ჯგუფში ჩვენ მუშაობთ მაგაზე რომ მეტყველების საკაუთ წუთები ხო რაღაც გერების კი იმიტომ რომ მართლა საჭიროა ახლა დგას ეს პრობლემა და არ არის მარტო ეს მეტყველების პრობლემა და არც ის რომ ზოგმა უფრო გვიან დაიწყო სიტყვაზე საუბარი ზოგჯერ მგონია რომ ემოციური მომენტიც არის აი არ ვიცი რას დავაბარო ბევრ გაჯეტს, ბევრ ინფორმაციას, მაგრამ ბავშვი შეიძლება გონებრივად იყოს გაჯეტს უნდა დააბრალოთ, ცალსახად. ზოგჯერ მეწინააღმდეგებიან და მეკავშირებიან, მაგრამ მე ვთვლი რომ ხო, მართლა მასეა ალბათ. მშობლები ვერ აცნობიერებენ ხშირ შემთხვევაში რომ ეს ყველაფერი რა პრობლემებიც არის გაჯეტებიდან. ხშირად ბავშვი არის გონებრივად ძალიან განვითარებული, აი რავი, არაჩვეულებრივი ფანტაზიის უნარით ყველაფერში, მაგრამ არ შეუძლია ესე გადმოქცეს, ანუ სიტყვიერად აზრის გენერირება. ძალიან უჭირს და მაგიტო გვაქვს ზუსტად ეს ზღაპრის საათები გვაქვს მაგისთვის, ინსცენირებები გვაქვს, რაღაცა მაგალითად აღძელი რაღაც მოთხრობას, რა თქმა უნდა საბავშვოს ახლა მე არ მაქვს საუბარი რაღაც თეატრალურ დათმობებზე არა, მაგრამ აი პატარ-პატარა მოთხრობები, ამის ინსცენირება, სურათის აღწერა ძალიან მნიშვნელოვანია და რატომღაც არ მხვდება ხშირად. აი ბაღებში თუნდაც და კარგია რა აი ბავშვი რასაც ხედავს უვითარდება ეს ფანტაზია ხო აი რაღაც ერთი და იგივე სურათს ნახats რომ სხვადასხვა ბავშვი სხვადასხვანაირად აღწერს თან ერთმანეთის მოსმენა უფრო მეტი ინფორმაცია უფრო მეტი სიტყვა ნუ ამას აქვს მნიშვნელობა და ამაზე მართლა ვმუშაობთ ლექსებს თუ სწავლობენ თქვენთან სწავლობთ თქო პატარ-პატარა, ისიც იმიტომ რომ ისევ მეტყველებისთვის, ჯერისაც გონებისთვისაც კარგია და მეხსიერებისთვის, მაგრამ ეხა 2, 3, 4 და რაღაც ისეთ სტროფებს, რა თქმა უნდა, არა, ანუ სკოლის ლექსის სწავლა აუცილებელია. ერთი რომ
რიტმიკისთვის ეს არის ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი ენის სილამაზეს იღებენ ამით თან მე რა კარგი საბავშვო მწერისა ყავს პოეტები მორის ფოცხიშვილი ნუდარ ტუბაძე შეუდარებელია თანამედროვეებიც არიან კარგები რაღაც მინახავს 1-2 ძალიან საინტერესო ისეთი სიურეალისტური ლექსი მაგრამ ერთი რომ ის იგი ძალიან მნიშვნელოვანია აი ამ ენის ჟღერადობის გასაცნობიერებლად შესაგრძნობად რიტმიკისთვის ლექსიკური მარაგის გაფართოებისთვის და მეხსიერების განვითარებისთვის. ოღონდ ეხლა ჩვენ რო ვიცახდით, სხვათა შორის ძალიან ბევრი ახალი ის შემოვიდა თითქოს ახალი პარადიგმის კონტექსში რაღაცებს გადაწყვიტეს მასწავლებლებმა, აი ორი რაღაცა რაშიც მე ვერ დავეთანხმე, ეს არის ლექსების სწავლის ამოღება თითქოს და მიდან საგანმანათლებლო პროცესიდან და მეორე კალიგრაფიაზე ყურადღების არ მიქცევა. ესე იგი, ნახეთ ყველაფერს რო არასწორად ვიგებ. ნახეთ ეხლა რა მოხდა. ის რომ ლექსის დროს ზეპირობს ბავშვი, ამით დაზეპირებით რო შეაფასო, ეს არ არის სწორი. თორე თუ ლექს დაიზეპირებს, ამაზე კარგი რა არის. ოღონდ ამაში ნიშანი არ უნდა დაიწეროს რა ეს არის. კალიგრაფიაში არ უნდა შეაფასო და ნიშანი არ უნდა დაიწერო, თორე კალიგრაფია ხო მარტო ის კი არ არის, რომ სიტყვას წერს ლამაზად, ეს ხო მთელი სენსომოტორული კავშირებია ტვინსა და იმას რა ხელს შორის, ხო და ხელი თუ არ განვითარდა და ხელი თუ არ დაიმორჩილა ბავშვმა, იქ ვერც ემოციას იმორჩილებს და ვერც ცნობიერებას. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაგასაკში და მე ვთვლი რომ ეგ უფრო სკოლაში ხა ბაღში კალიგრაფიაზე კალიგრაფია არა მაგრამ აი ხელის მოტორული კი და პასტა როგორ უჭირავთ ბავშვებს გინახავთ აი მაგასაც მუშაობთ ოღონდ ჩვენ აი თავიდან ვიწყებთ უფრო ფანქრით და ვამუშავებთ ხელს აი წერისთვის ვამზადებთ მოკლედ ბავშვის ხელს აი საწერკალამი ბავშვს ასეთნაირად ეჭიროს და ასე წერდეს მე-4 მე-5 კლასელი არ ვიცი პირველად ან ასე გადახრილი ამას საერთოდ ვერ ხვდები აი ესე გადახრილი კალმით რო წერს თვითონ როგორ ეკომფორტულება მეთქი ამას ვიძახი მაგრამ ხშირია კიდე მაგიტოა ზუსტად საჭირო ბაღში აი ამისი ფუნჯის, ფანქრის, კალმის, რაღაცა ავტოკალამი იქნება თუ რომელი კალამიც იქნება, იმისი სწორად დაჭერა, ხო? ამიტომ საჭირო ხშირად ძერწვა, საჭიროა ხშირად აი ეს ფუნჯის ეს ძერწვა არა იმ რბილი, ემითი, აი ძველი მაგარი საძერო, ხო? ბავშვებსაც და ზოგჯერ მასწავლებელსაც ამბულით, მაგრამ არა. ის არის და თიხა კიდე ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის. აი მოტორიკის განვითარებისთვის რას აკეთებთ? აი ბევრი აქტივობა გვაქვს მაგისტრის თუნდაც ძერწვაც, ხატვაც, აი პატარ-პატარა დეტალებისგან რაღაცების აწყობა, ოღონდ ისი არა რომ ბავშვს კონკრეტულად მიუთითო გინდა თუ არა ეს გამიკეთე ასეთი ფორმით, არა, აი თვითონ თავისი ფანტაზიით რა უფრო მოეწონება, რას გააკეთებს და ასე შემდეგ მაგისტრისაც კი რა თქმა უნდა და ხელს აი უფრო ჯგუფში უკვე ვამზადებთ წერისთვის ეხა ასობგერებს, რა თქმა უნდა, პირველი კლასის როლში არა. თუმცა კალმით რაღაც მონახაზებს მასწავლებელთან ერთად ბავშვები აკეთებენ. ჯერ ეს, რა თქმა უნდა, ფანქრით ხდება, დიდ თაბახის ფურცელზე და არა რაღაც უფრო პატარ-პატარა ფორმატით. და მე ნელ-ნელა უკვე ისე რომ აი მივუახლოვდეთ იმას, რაც მე სკოლაში უნდა გააკეთონ, რომ უფრო გამარტივდეს, იმიტომ რომ მე მყავს პირველი კლასელი, მე ხო უკვე მეორეში გადადის ჩემი შვილი მოკლედ და აი რო არა ეს თან ცოდნის კარებჭეში იყო ჩემი შვილიც და რო არა ეს წინა სასკოლო ეს მოტორული განვითარება რაღაც მომენტში გაუჭირდებოდათ ალბათ ბავშვებს და ძალიან სწრაფად გადიან აი პირველი კლასი ზოგადად პროგრამა მიდის ძალიან სწრაფად და მაინც მზად უნდა იყოს რა აი გონებრივადაც ფიზიკურადაც ემოციურადაც და მართლა მზად უნდა იყოს ბავშვი სკოლისთვის კი და ასეთ შემთხვევაში აი მშობლები ხო არ ქონიათ აი რა მშობლის როგორი პოზიცია არის თქვენთვის ხელის შემშლელი მოდი ასე ვთქვათ ანუ ხო არა მე მქონია ასეთი შემთხვევა რომ მშობელთან როცა გავდივარ ხვდები რომ აი შანსი არ მაქვს რომ იქ რაღაცა წინ წავიდე იმიტომ რომ მშობლის დამოკიდებულება არის იმდენად განსხვავებული რომ
ვერ გადიხარ ასეთ დროს რა შვებით ხოლმე, როცა მშობელს ძალიან განსხვავებული წარმოდგენა აქვს, ან რაღაც პოზიცია. მიცით რა არის ასეთ დროს ძალიან დასანანია ბავშვის ამბავი, მაგრამ მშობლის პროგრამას ვერ მოერევი. მაგრამ მშობელი თუ არ გეთანამშრომლება და არ მოყვება იქ შენ ვერ შეცვლი ამას, ვერ გადაწერე, გამორიცხული ამასთან ჯაჭვურს აზრი არ აქვს. არაფერი მიუყვებით მშობელს, აზრი არ აქვს და ანუ ჩვენ თქვათ ვაკეთებთ რაღაცას, რომ აი თქვათ რა არის უმჯობესი და ვცდილობთ რომ ეს დაუსაბუთეთ. თეორიულად მოყვებიან. მაგრამ როდესაც უკვე რუტინაზე მიდგება საქმე და აი იმისთვის რაც არის გასაკეთებელი და ის თანმიმდევრულობა რაც არის, ხო? თქვათ ამის მერე ეს უნდა გაკეთდეს. აი აქ უკვე უჭერთ. იცით არც მიკვირს, იმდენად დაკავებულები არიან და ხო ვერ პოულობენ დროს, იმიტომ რომ შვილი ოჯახი რო უზრუნველყონ იმხელა ენერგია და დრო გადის მათი მხრიდან, რომ როცა მოგიყვანენ და გაბარებენ ბავშვს რაღაცნაირად უნდა დაეხმარო, ხო? მაგრამ არის რაღაცა ობიექტური ჩარჩოებიც, რომ ვერ შეძლებს მშობლის გარეშე მარტო რომ გააკეთო. თქვენ როგორ იქცევით ამ? ჩვენ ვცდილობთ, რომ მშობელი იყოს ჩართული. გვაქვს ხოლმე ისეთი აქტივობებიც, როცა მშობლები მოდიან ჩვენთან და იმ მშობლებთან ერთად ვაწყობთ. აი არ აქვს ამას ახლა მნიშვნელობა, ეს წინა სასკოლო მზაობის ჯგუფში იქნება თუ უფრო პატარებთან, იმიტომ რომ ზოგადად მშობელი რაღაცაში რო ერთვება ბავშვთან ერთად, უბრალოდ თამაშიც უფრო მეტ უნარს იძენს მაგ დროს ბავშვი. ჯერ ხო ძალიან ბედნიერია, რომ დედა იქ არის, მამა იქ არის, ნუ ზოგჯერ და-ძმა, ვინც არ უნდა იყოს, ანუ ოჯახის წევრი იქ არის და თან აკეთებს იმას, რისი გაკეთებაც ამ დროს ბავშვს უხარია და ბავშვს მოსწონს ის, რასაც აკეთებს და თან რომ მშობელი ჩართულია. ამიტომ ახლა მე ვერ ვიტყვი, რომ ჩვენთან მშობლებთან რაღაცა ის კომუნიკაციის პრობლემა არის, ან რაღაც ის მომენტი, რომ არ მოყვებოდეს, რასაც ვაკეთებთ. წინასწარ ვაცნობთ ხოლმე ზოგადად და არის ეს მშობლებთან შეკრებაც. ხო, მშობელიც ახლა როცა მოყავს ჩვენთან ბავშვი და განდობს, წინასწარ ხო, განწყობა აქვს, რომ უნდა გენდოთ და უნდა გამოყვოთ. არის ახლა რა თქმა უნდა ხშირ შემთხვევაში ვერ გებით. ნუ თუნდაც იქ დროის ფაქტორიც არის, ხო? ახლა მართლა დაკავებულია ყველა და როდესაც ბავშვი ახლა მთელი დღე ბაღშია, გასაგებია, რომ მშობელი სამსახურშია მაგ დროს და მასეც არის, მაგრამ ნუ აი ვერ გებით. რაღაცნაირად თანამშრომლობთ, მოკლედ. ჯერ კონფლიქტები არ გქონია მაგ საკითხში და ჩვენც მშობელს ვერ გებით, მშობლებიც მართლა ცდილობენ რომ რაღაც აი იყვნენ ამ ბაღის ამბებში ჩართული და გამოგვდის ჯერჯერობით და იმედია რომ გავაგრძელებთ ასე. რამე ხო არ არის ისეთი რისი თქმაც გინდა და მე არ მიკითხავს და რამე ისეთი ხო გაქრა. შენი გამოცდილებიდან რამე მაგალითი ხო არ გახსენდება საინტერესო. მე მაინც ეხა ჩვენ ბაღში, აი რაც მომწონს, იმაზე გავამახვილებ ყურადღებას რა. მომწონს ის, რომ ჩვენთან ეხა ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ანუ შეზღუდვები არ არის, მოკლედ რა, აი ბავშვთან მუშაობაში არ არის რაღაც ჩარჩო. და ის რომ აი ყველა ბავშვს მოერგო ერთნაირად ეგ მომენტი არ არის. გულისხმობ ახლა უფრო აღმზრდელებზე საუბრობ, იმიტომ რომ დაუწესო სიტყვაზე 5 ბავშვს ერთნაირად ყველაფერი გააკეთებიო და თან შედეგიც გინდოდეს ერთნაირი, ცოტა ნუ არ არის. რამდენ ჯგუფიანი, რამდენ ადამიანიანი, რამდენ ბავშვიანი კლასები გაქვთ? ჯგუფები? ჩვენთან არ არის ისეთი საჯარო ბაღებში, ხა იცით რომ ძალიან ბევრი ბავშვია, ჩვენთან არის 15-17 ბავშვი. და რამდენი მასწავლებელი მუშაობს 15-17? აი წინა სასკოლოში არის მასწავლებელი და დამხმარე, აღმზრდელის თანაშემწე და პატარებთან 3 ადამიანი, 3 ზრდასრული მოკლედ აღმზრდელი. წარმოიდგინეთ თქვენ აქედან გამომდინარე გაქვთ ფუფუნება, რომ ამ ინდივიდუალურ საჭიროებებს გაყვეს და სკოლაში რა ხდეს მასწავლებელმა 29 ბავშვი რო უზის? ისეთი სკოლებიც ხო არის, სადაც ცოტა შორის ცოტა ნაკლები, მაგრამ ხო საკმაოდ ლომად არის ხოლმე. ხო, ეხლა მგონი პირველ კლასში გააჩნია სკოლასაც რა, ის სხვადასხვა საგნობრივი პედაგოგები რო შედიან, აღმზრდელიც ყავთ მგონი პირველ კლასში, ცალკე არის აღმზრდელი და საგნობრივი პედაგოგები. ხო, დამრიგებელი ყავთ ცალკე. ხო და ნუ
სკოლა მაინც სხვა და ალბათ იქ უფრო სხვანაირად არიან ეხა მომზადებულები იმისთვის რომ ამ რთულია რა თქმა უნდა ეხა 20, 25 და 30 კი არა და ზოგჯერ უფრო მეტია ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რაღაცა იმას რა ენერგეტიკა შეიკრება ზოგჯერ შეიძლება ერთმა ბავშვმა ისე კარგად დაალაგოს ყველაფერი ან ერთმა ისე კარგად არიოს ყველაფერი ყინაზე დადგეს და აი ეს ურთიერთობების იმას რა ქვია ენერგეტიკულ შეხებებს კიდე ეს კიდე ცალკე მეცნიერება არის ყველა მაინც სხვადასხვანაირად. რაღაც საინტერესო საუბარი გამოგვივიდა რა სიტყვა. ყავას უხდება ასეთი საუბრები, იმიტომ რომ მართლა ძალიან კაი არის რომ ერთმანეთის გამოცდილება გავიზიარეთ და ყავას როდის სვამთ? იმიტომ რომ ჩემი პოდკასტის ბოლო ფინალური ნაწილი ყოველთვის ყავას ეხება საუბარი. დილით სახლში, შესვენება და სამსახურში. და მერე სამსახურის მერეც. და შესვენების გარეშე არ სვავთ ჩვენ გაკვეთილებზე დავდივართ ყავებით არა? არა, გაკვეთილებით მე სხვათა შორის ლექციაზეც დავდივარ ყავით და სხვანაირად არ შემიძლია. ნუ იქ ახლა ლექციები ცოტა დიდები არიან და უფრო ხო და ეხა პატარებთან მასე ვერა. რატო შეიძლება გადაისხან ხო რაღაც მომენტში არა? ხო და თან რაღაცა შეიძლება იქნებ მეც მინდა გითხრას და ნუ მეც მინდა ყავა უკეთყვის. ამიტომ თამაშობ ხოლმე ასეთ რაღაცებს, ხან კაფეში ვსხედავთ, ხან რაღაცა მათთან ერთად ეხა სათამაშოებით კი რა თქმა. ხო, ახლა მე ხოჩებთან ხო უფრო დიდები დადიან, ამათაც ისე მოწონთ ის რაღაც უშუალო ურთიერთობები ზოგადად. ხო, გარეთ და საჭდობი ყავის მაგიდა მოვიტანე, რომ ოფისის გარეთ რო დააკვეთო და ნუ უნდა გენახა, როგორ კარგად ჩაისხეს ცხელი შოკოლადი ყავის ჭიქებში და იქ როგორ დასკოპტნენ და როგორ გააკეთეთ მოდელირება, რომ აი ყავაზე ზია და მეგობარი ესტუმრა. იმ წუთას მოაწყვეს თამაში. ძალიან დიდი მადლობა მაგდა. მე მგონია რომ შეიძლება ყველა კითხვაზე პასუხი ვერ გავეცით, მაგრამ იმ ფაქტორებზე ხომ მაინც გავაკეთეთ აქცენტები, რომ რა გარემოებები მუშაობს, როდესაც ეს სივრცე იცვლება ბავშვისთვის, ხო? ანუ ერთი აი თქვა სახლიდან ბაღში მიდის ეს ცალკე თემა არის კიდე, მაგრამ როდესაც საბავშვო ბაღიდან სკოლაში მიდის ეს საკმაოდ ისეთი რთული და თან რაღაცა ცნობიერი პროცესი არის, ხო? მანამდე ინსტინქტების დონეზეა სკოლაში, ბაღში როცა შემოდის ბავშვი, უფრო ინსტინქტების დონეზეა და აქ უკვე ინტელექტი მუშაობს, გონების ის არის რაციონალური ხდება უფრო დამოკიდებულება და მარტო ინსტინქტების ამარა და ემოციების ამარა არ არის. თუმცა ის ფაქტორები, რასაც ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ რაც უნდა გაითვალისწინონ ის, რომ მშობლებას ზედმეტი დაპირებები და ზედმეტი მოლოდინები არ გაუჩინონ სკოლასთან მიმართებაში, იყოს მაქსიმალურად რაციონალური და უმჯობესი იქნება, რომ თავად რაღაცა ფორმით აჩვენონ. ხო, და უბრალოდ ნახონ ის სივრცე, ის საკლასო ოთახი, სადაც მერე მოხვდებიან და მერე იქნებიან. ძალიან მნიშვნელოვანი არის ფსიქოემოციური მომზადება ამისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი არის სოციალიზაცია და თანამშრომლობის სურვილი და კიდე ახლა ეს ალბათ იდეალურ სამყაროში არის ბავშვი უნდა იყოს გაჯერებული ცნობის მოყვარეობით და შემეცნების წყურვილით. აი ამასაც თუ მივაღწევთ და ძალიან მაგარი იქნება. არ უნდა შეუზღუდოთ, აი ბევრ რაღაცაში არ უნდა შეიზღუდოს ბავშვი. ცოტა μέτი თავისუფლება მიუცეთ უფლება, რომ აი რაღაცა ცოტა მეტი კი არა თავისუფლების გარეშე არაფერი არ გავდა, კი, რა თქმა. თავისუფლება არასდროს არ არის ბევრი. ზოგჯერ უნდა აუყვეთ მათ ფანტაზიასაც და რა ვიცი, მე მგონი სკოლაშიც თუ ესეთი გარემოებები ექნებათ, ხო კარგი. ბევრსაც მიაღწევენ. დიდი მადლობა. ეს იყო პოდკასტი ლალისთან ყავაზე. დაგემშვიდობებით, მე და ჩემი სტუმარი მაგდა ვაშაყმაძე, რომელიც არის ცოდნის კარიბჭის მენეჯერი და ვარაუდობ, რომ საინტერესო გამოვიდა ჩვენი საუბარი, ჩვენთვის საინტერესო იყო და იმედია, რომ თქვენთვისაც ასე იქნება.